მოგესალმებით მეგობრებო. ცოტა გვიან მომიწია ჩართვა, მაგრამ მაინც მოგვიანებით, მაინც მნიშვნელოვანია ვისაუბროთ დაბნელებებზე, რომლებმაც უკვე ჩაიარა და ეხლა რჩევები თუ როგორ მოვიქცეთ დაბნელებების შემდგომ პერიოდში, იმიტომ რომ დაბნელებებს რა თქმა უნდა აქვს თავისი შლეიფი, არა მხოლოდ დაბნელებების პერიოდში, არამედ დაბნელებების შემდეგ აქვს ხოლმე გავლენა მეგობრებო დაახლოებით ისე 3-დან 6 თვემდე ჩვენ ცხოვრებაზე და რა თქმა უნდა ყველას გილოცავთ მარიამობას, დღეს მარიამობის დღესასწაული გქონდა და ყველას გილოცავთ და უნდა ვისაუბროთ პროგნოსტიკაზე, რა ხდება ჩვენ თავს, რა გველის და კიდევ რა მნიშვნელოვანი მოვლენებია 2025 წელს. მეგობრებო, მოგეხსენებათ, უკვე გქონდა დაბნელება დღეს 21 სექტემბერს გქონდა მზის დაბნელება და ახალ მთვარეობა ქალწულში. რა თქმა უნდა, დაბნელება მithumetes მზის იძლევა საკმაოდ ძლიერ პიროვნულ ენერგიებს ტრანსფორმაციისთვის და სიახლეებისთვის, თუმცა დაბნელებებს აქვს თავისი ერთგვარი საბედისწერო შლეიფი. ამიტომ მაინც აღვირჩევ ხოლმე ადამიანებს, რომ სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღონ დაბნელებების პერიოდში. რატომ? იმიტომ რომ შეიძლება მერე ინანონ და ამ პერიოდში რაც ხდება, ეს არის ერთგვარი ბედობა, როგორც უკვე ვახსენეთ წინა ვიდეოებში. რაც ხდება, ის მერე გვებედება, ასე ვთქვათ, და რთულია შემდგომში ამის კორექტირება. ვინაიდან ეხლა ეს დაბნელებები გქონდა ქალწული თევზების ასტროლოგიურ კარგულ ღერძზე, ხო, კვანძზე, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? ეხლა რა თქმა უნდა ჩაიარა უკვე, მაგრამ ამის ექნება გავლენა ჩვენ ცხოვრებაზე. ხო, ზოგი უფრო ადრე გრძნობდა ამ გავლენას, ზოგი თავად დაბნელებების პერიოდში გრძნობდა და ზოგი შემდგომში იგრძნობს აი ამ გავლენას დაბნელებებს. რა უნდა გავითვალისწინოთ აქ, ხო? პირველ რიგში ქალწული თევზების ასტროლოგიური კვანძი ასტროლოგიაში არის კავშირში რასთან? ეს არის პრაგმატიზმი, ეს არის ოცნებები, ეს არის მუშაობა ჩვენი ოცნებების ახდენისთვის, ეს არის რაღაც მხრივ ილუზიები, რაღაც მხრივ უფრო ლოგიკური ხედვაც, ხო? ანუ ამ პერიოდში ბევრი ადამიანი გამოვიდა ილუზიებიდან, შეიძლება ასე ითქვას, ხო, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ხა ნეგატიური გავლენა ნეპტუნის, ხო, რომელიც მართავს თევზებს, ეს ნეგატიური მხარე არის ილუზიები. ილუზიები და ეს ერთგვარი ვარდისფერი სათვალები. ამიტომ ეს პერიოდი ზუსტადაც რომ ემსახურება იმას, რომ ჩვენ უფრო რაციონალურად, ხო, ანუ ეს ქალწულის ენერგიები რაც არის, ხო, ეს მერკური რომ მართავს ქალწულს, უფრო ლოგიკურად, უფრო რაციონალურად შევხედოთ სიტუაციებს ჩვენ ცხოვრებაში. ამავდროულად წარსულშიც, იმიტომ რომ ეხლა მთელი რიგი პლანეტების, უზენაესი პლანეტების დიდი ნაწილი გვაქვს ეხლა რეტროგრადული შესაბამისად გარკვეული ფლეშბექები მაინც გვაქვს წარსულზე. მერკურის რეტროგრადულობა არ გვაქვს ჯერ, თუმცა იქნება მალე უკვე ნოემბერში გვექნება, ხო? ამ პლანეტების რეტროგრადულობა წლის ბოლომდე რაც გვეუბნება, რომ ბევრი რამ წარსულიდან მნიშვნელოვანია რომ დავამუშაოთ. რა თქმა უნდა, პლანეტების რეტროგრადულობა, ხო, აი ისეთის როგორც არის მაგალითად ნეპტუნი, პლუტონი, ხო, რაც რეტროგრადული გვაქვს. ჩვენს ერთგვარ ემოციურ და ფსიქოლოგიურ ტრავმებს, რაც იყო წარსულთან კავშირში, აი ამ ყველაფერს წამოწევს წინა პლანზე. ამიტომ ამის დამუშავების და გაშვების საშუალება გვაქვს ამ პერიოდში, ხო? რა გავაკეთოთ ახლა ეს დაბნელებების გაკვეთილი რომ შევაჯამოთ? პირველ რიგში რას გვასწავლის ქალწული თევზების ღერძი, რომ იმისთვის რომ რაზეც ვოცნებობთ, გახდეს რეალობა, საჭიროა ლოგიკური, პრაგმატული და მიწიერი ნაბიჯების გადადგმა და დაგეგმარება. ამას გვასწავლის ეს. ამავდროულად, ეს არის გაკვეთილი თავგანწირვაზე. რომ თავგანწირვა ყოველთვის არ არის სწორი. იმიტომ რომ ეს ქალწული და თევზები ასტროლოგიაში არის ეს კვანძი მაინც დახმარებასთან, მსხვერპლთან, თავგანწირვასთან კავშირში, ხო, მაგრამ ეს დაბნელებები გვასწავლის, რომ ეს ყოველთვის არ არის სწორი. ამ შემთხვევაში და კარგი არის ამ საკითხში ზომიერება, ხო? ანუ ისევ და ისევ ეს დაბნელებები არის მაგალითი ჩვენთვის
რომ უნდა გქონდეს ჩვენი პირადი საზღვრები. უნდა რაციონალურად ვუყურებდეთ ადამიანებს, მათ მოტივებს, მიზნებს, მათ რეალურ სახეს და ასე შემდეგ, ხო? ანუ საბოლოო ჯამში ეს გაკვეთილები იყო. თუმცა ინდივიდუალურად ახლა თქვენ რომელ სახში გაქვთ ქალწული პირად რუკაში, ხო? ტრანზიტების მიხედვით როგორ დაჯდა თქვენთვის ეს დაბნელება და რა პლანეტებმა მიიღეს მონაწილეობა ამ დაბნელებებში, ამასაც ექნება დიდი გავლენა, ხო? ანუ ჩვენად ზოგადად ვსაუბრობთ, მაგრამ ინდივიდუალურია მაინც ეს და რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში გვჭირდება უკვე ტრანზიტული რუკის ცოდნა. ახლა თუ დავუშვათ მეორე სახლის და მერვე სახლის კვეთაზე, ხო, ანუ ეს კვანძი დაჯდა, ეს არის უკვე რა, ფინანსური კრიზისები ამ შემთხვევაში. ეს არის კავშირში რესურსებთან, ფინანსებთან, ხო, მძიმე ტრანსფორმაციებთან. ამიტომ გააჩნია რომელ სახში დაჯდა თქვენთან ტრანზიტულად ასევე, ხო, ეს დაბნელებები. მე თან კომპიუტერით შემოვალ, რომ არ მიჩანს ხოლმე ტელეფონით კითხვები. თქვენ დაწერეთ, ხო, კარგად ჩანვარ, ხმა ხო კარგად ისმის, იმიტომ რომ რაღაც პრობლემებია ხოლმე. ხმაზე ბოლო ლაივები, როგორც ვიცი. ახლა 22 სექტემბრიდან უკვე მეგობრებო მზე შედის სასწორში. საღამოს პერიოდში უფრო. და სასწორებისთვის იწყება უფრო კარგი პერიოდი. ხო, ეს შეიძლება სასწორებს, მერწყულებს, ტყუპებს, ანუ ჰაერისტიკის წარმომადგენლებს, ხო? ამავდროულად ახლა ვისაც გაქვთ გავლენა სასწორის ან ტყუპის ან მერწყულის პირად რუკაში, რა თქმა უნდა, თქვენც იგრძნობთ ამ ჰაერისტიკის ენერგიებს, ხო? ენერგიის დაქვეითების პერიოდი ქონდათ ახლა სასწორებს ბოლო 1 თვეა და უკვე ხვალიდან აღარ ექნებათ, აივსებიან ახალი ენერგიებით. სასწორებს და თევზებს ქონდათ ესე ეს ენერგიის დაქვეითების პერიოდი და უკვე 22 სექტემბრიდან, ხო? უკვე დაეწყებათ, ესე იგი, ვერძებს და მორიელებს. აი ამ ორ ნიშანს დაეწყებათ ეს ენერგიის დაქვეითების პერიოდი და კარგი არის, რომ ასე 22-23 დაახლოებით ეს 22-23 ოქტომბრის ჩათვლით, რომ მეტი დაისვენოთ, ხო? ამ ნიშნებმა. ეს არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ენერგოტონუსი მათი იქნება დავარდნილი. და როდესაც მზე შედის სასწორში, ეს ყოველთვის ეხება ხოლმე გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებსაც, იმიტომ რომ აქ მერე უფრო ნათლად ჩანს ხოლმე სად არის დისბალანსი, სად გვჭირდება ჩვენ ჰარმონია, სად გვჭირდება კონფლიქტების დაალაგება და ასე შემდეგ, ხო? და სასწორი თავისი არსით არის ნიშანი, რომელიც არის კავშირში პარტნიორობასთან და ჰარმონიასთან. ამიტომ ეს პერიოდი აქტიურად დაეთმობა უკვე ეს ერთი თვე, თუნდაც პოლიტიკურ არენაზე, რომ გარკვეული ქვეყნებს შორის მოხდეს დაალაგება კონფლიქტის, ხო? ანუ ამ შემთხვევაში სასწორი, როგორც მშვიდობის მტრედი, ასტროლოგიაში შემოიტანს მაინც აი ამ მოთხოვნილებას, რომ დიპლომატიურად რაღაცა კონფლიქტები მოგვარდეს და დაალაგდეს. თუმცა აქ რა თქმა უნდა მეორე მხარეც არის, რომ მარსი ომის პლანეტა და ბრძოლის პლანეტა ძლიერდება. 22-დან, ანუ ხვალიდან, უკვე პრინციპში ღამის 12-ის მერე მაქვს ლაივი და უკვე დრეიდან. ესე იგი 22 სექტემბრიდან შედის მორიელში. აი მარსი მორიელში, მეგობრებო, ეს არის ისეთი მდებარეობა ძალიან მძაფრი, ძალიან ძლიერი, ძალიან ფარული სამავდროულად, ხო? და რას მოიტანს ახლა ეს? რა თქმა უნდა, მოიტანს საშიშროებას, რომ გარკვეული ომები გაძლიერდეს, უფრო მასშტაბური იყოს, აი სხვადასხვა ქვეყნებიც ჩაერთონ ომში და ასე შემდეგ. თუმცა იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ცხრიანის წელია და ცხრიანი თავისთავად მარსის, ანუ ბრძოლის ენერგიებს გულისხმობს. მაგრამ
ამავდროულად ეს მზე სასწორში შემოიტანს საშუალებას, რომ გარკვეულმა ქვეყნებმა მიაღწიონ პარტნიორობას. ხო, აი აქ პარტნიორობის თემები წამოვა წინა პლანზე. ხო, ეს პარტნიორობა. თუმცა, რა თქმა უნდა, არ არის მარტივი წელი თავისი არსით. არ არის მარტივი წელი და უკვე იყო ინფორმაცია, რომ ესტონელები ძალიან შეშინებულები არიან პრინციპში, იმიტომ რომ რუსებმა მათი საჰაერო საზღვარი დაარღვიეს, ხო? და შემდგომში ამ ყველაფერში ნატო ჩაერთო და მთელი ამბები ხდება და პოლონეთიც შეშინებულია, ესტონეთიც და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ომების წელია მეგობრებო. სამწუხაროდ ვართ ძალიან ახლოს მესამე მსოფლიო ომთან, ვართ, იმიტომ რომ ეს ლოკალური დაძაბულობა, კონფლიქტები, დისჰარმონია, დისბალანსი, ეს დაბალი ვიბრაციები, ეს ყველაფერი არის პლანეტაზე მეგობრებო და ვართ ამის საშიშროების ქვეშ. თუმცა მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს არ მოხდება. თუმცა ეხლა ასპექტირებები ისეთია პლანეტების, ეს აუცილებლად უნდა განვიხილოთ და გაგაფრთხილოთ. ვერ ვიტყვით, რომ თლად მშვიდობიანი პერიოდია, ხო? ეს ასპექტები აუცილებლად უნდა განვიხილო. ეხლა რაც გვაქვს მეგობრებო, უკვე ცოტა დაიძაბა. დაძაბული ენერგიებით არის უკვე წარმოდგენილი სექტემბრის ბოლო პერიოდი. ალბათ თქვენც გრძნობთ. დღეს რომ დავწერეთ ისი გაშვებაც გვიდო და ეგ ფუცელი დავწვათ, ეს საინტერესო კითხვა. დაწვა ეხლა, ამ შემთხვევაში აქ ჩაერთვება სტიქია ცეცხლი და მიწაც. ცეცხლი და მიწა. გააჩნია, რისი გაშვება გინდოდათ და რა სახის რიტუალს ატარებთ. ამ შემთხვევაში გააჩნია. არ არის აუცილებელი ყოველთვის დაწვა. არ არის აუცილებელი. ახლა გააჩნია რას გულისხმობთ, რისი გაშვება გინდათ. ახლა მაგას ძალიან დიდი გავლენა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ როცა სტიქიას ვიყენებთ, ახლა ცეცხლის სტიქიას თავისი ვიბრაციები აქვს, თავისი ფუნქცია აქვს, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რისი გაშვება გვინდა, ხო? და რა მიზნით ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ტყუპებისთვის რას მოიტანს ეს დაბნელება? ეს ამ შემთხვევაში ძალიან ინდივიდუალურია, გააჩნია პერსონალურ ტრანზიტებს. მე ამაზე ვისაუბრებ ლაივის დასაწყისში, რომ გააჩნია რომელ სახლში ჯდება თქვენთან ინდივიდუალურად ეს დაბნელებები, ხო? რომელ სახლში დაჯდა ტრანზიტულად. ამიტომ ეს არის ძალიან ინდივიდუალურად გამოსათვლელი, რომ ინდივიდუალურად თქვენთვის რა გაკვეთილები მოიტანა ესეთი ამ დაბნელებებმა. ამის გამოთვლა შეიძლება, რა თქმა უნდა, ტრანზიტების გაგებით. და ორი ძირითადი ნიშანი, ხო, რა ნიშანზეც გაიარა საერთოდ ამ დაბნელებებმა, ეს არის, რა თქმა უნდა, ქალწული და თევზები. ეს ძირითადი ენერგიები, ესე იგი, ვისაც შეეხო ეს დაბნელებები თავის ტრანსფორმაციული ძალით. მეგობრებო, ესე იგი, მარსი განვიხილეთ, რომ გადადის მორიელში და, რა თქმა უნდა, ახლა მორიელებისთვის ძალიან აქტიური პერიოდი დაიწყება უკვე, ფიზიკურად უფრო გააქტიურდებიან, თუმცა, რა თქმა უნდა, კონფლიქტურობის ალბათობაც იმატებს. ამიტომ მე ვურჩევ ყველა მორიელს დაკავდით სპორტით, დაუშვათ მეტი იარეთ ფეხით, რომ აი ამ ენერგიის სუბლიმირება მოხდეს. ხო, ჩვენ რომ არ წავიღოთ ეს ენერგია გრევაში, არამედ წავიღოთ ეს ენერგია რაღაცების მოგვარებაში, დაალაგებაში და რაღაცა ახლის შენებაში. ხო? იმიტომ რომ ნებისმიერ ენერგიას სჭირდება გამოშვება. ეს ასია ზოგადად. და რა თქმა უნდა, ეხლა უნდა განვიხილოთ, მეგობრებო, როგორი ასპექტები გვაქვს საერთოდ, ხო, და რას მოვერიდოთ.
როგორც უკვე ვთქვით, არ არის მარტივი პერიოდი ახლა, კონფლიქტური პერიოდია, იმიტომ რომ მარსი იუპიტერის დაპირისპირება გვაქვს, მარსი იუპიტერის კვადრატი და მარსი პლუტონის კვადრატი და სადაც პლუტონია, იქ ყოველთვის არის გაზრდილი კრიმინალი, გაზრდილი манипуляციები, კონფლიქტები, გაზრდილი ესე იგი ნგრევები. Ამიტომ აქ სიკვდილიანობის ხარისხი იმატებს, რა თქმა უნდა, ეს მარსი პლუტონის დაპირისპირება რომ გვაქვს. ხო, ეს ფოთიანობა, ნეგატიური აზრები, დეპრესია, ეს ყველაფერი თუ შეამჩნიეთ თქვენ თავს, ეს ყველაფერი არის ზუსტად აი ამ ასპექტის გავლენა ამ პერიოდის განმავლობაში, რაც გვაქვს. ამიტომ რა თქმა უნდა, სანამ ეს ასპექტირებები გვაქვს, ხო ეს მარსი იუპიტერის დაპირისპირება, რომელიც არის კავშირში იმედგაცრუებებთან, არის კავშირში აგრესიის მასშტაბირებასთან. რთულია ვისაუბროთ რაღაცა კონფლიქტების, ქვეყნებს შორის კონფლიქტების ბოლომდე მოგვარებაზე. იმიტომ რომ პირიქით, აი თითქოს და აი მასშტაბირების ენერგია შემოვიდა. ეხლა რომ შეიძლება პირიქით უფრო გაძლიერდეს ეს დაპირისპირებები, დარტყმები, ეს პერიოდი ზუსტად ამ ასპექტების გავლენით. და რაც შეეხება ახლა, პირად პერსონალურ ტრანზიტებს, ხა თქვენი პლანეტებიც თუ დაუშვათ აკეთებს ასპექტს ახლა მარსთან, იუპიტერთან ნეგატიურს ან პლუტონთან, აქ მნიშვნელოვანია რომ გაითვალისწინოთ, რომ შეიძლება თქვენს გარშემო მოხდეს გარკვეული პროვოკაციები და მნიშვნელოვანია რომ არ აყვეთ ამ პროვოკაციებს, რომ აი არ ჩაგითხრიოთ ესე იგი აი ამ კონფლიქტის ენერგია. ეს არის აქ მნიშვნელოვანი, ხო? ანუ პირადად ეხლა ჩვენზეც, ხო? ადამიანებზეც რომ გადმოვიტანოთ ეხლა ამ ტრანზიტების მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, რა იცის ეხლა ამ ტრანზიტებმა? ამ ტრანზიტებმა იცის მომატებული მოლოდინები, ზედმეტი მოლოდინები, რაც მე არ მართლდება, ხო? ეს მარსი იუპიტერის ნეგატიური ასპექტი, ამავდროულად იცის შიშები, შფოთი, ეჭვები. მომატებული ეს აგრესია, ხო, ეს მარსი პლუტონის დამანგრეველი ენერგიებია. ამიტომ ახლა მაქსიმალურად კარგია რომ თავი შევიკავოთ გარჩევებისგან და კონფლიქტებისგან. თუმცა რთულია, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვით, საკმაოდ დიდი ენერგიებია ომის და ჩხუბის, ხო, კონფლიქტების ახლა ეს პერიოდი. ამავდროულად მეგობრებო, გვაქვს ვენერა ურანის დაპირისპირება, ძალიან ისეთი ასპექტია ეს რევოლუციური რაღაც მხრივ, ხო? ანუ როდესაც ეს ასპექტი გვაქვს, ეს იწვევს ერთგვარ ქაოსს, ირგვლივ ხოლმე, ხო? ანუ ქაოსი, ცვლილებების, სიახლეების მოთხოვნილება, ეს ყველაფერი არის ახლა გამძაფრებული და პირად ურთიერთობებში, ესე იგი და ფინანსებში იცის რაღაცა სპონტანური ცვლილებები ხოლმე. ამ ასპექტმა ასევე, ხო? ამიტომ არ არის ახლა ეს მშვიდი პერიოდი, მნიშვნელოვანია რომ ახლა სპონტანური გადაწყვეტილებები ხელგულზე არ მივიღოთ, იმიტომ რომ ეს ვენერა ურანის დაპირისპირება რომ გვაქვს, შეიძლება რომ აი უცბად წამოგვიაროს, მოგვინდეს რაღაცა ან სამსახურიდან წასვლა, ან ურთიერთობის ესე უცბად დამთავრება და აი მერე ვინანოთ ეს ყველაფერი, ეს იცის ვენერა ურანის დაპირისპირებამ და ვისაც პირად რუკაში გააქვთ ეს ასპექტი, ხო? თქვენ ჩემგან არ გისწავლებთ ეგ რას ნიშნავს, იმიტომ რომ ესე იგი კონსულტაციაზე განვიხილავთ ხოლმე, ესე იგი ვისაც აქვს ეს ასპექტი, ეს ვენერა ურანის დაპირისპირება, ყველა მეუბნება რომ აი ხო აი მართლაც ოს წამომივლისო და მე ჩემ თავს არ ვგავარ, ისეთი ვხდებიო და მე ვნამებო ჩემს აქციელსო. ეს ურანის ნეგატიური ასპექტი პირად პლანეტებთან ეს ძალიან რთულია და ვისაც პირად რუკაში აქვს ამის დამუშავების ხერხები არსებობს, რა თქმა უნდა, და ახლა მაგას განვიხილავთ ხოლმე, თუმცა ძალიან დიდი პრობლემების მომტანია, იმიტომ რომ ეს ურანი არის, აი წამომიარა გავაკეთე. აი ეს არის, აი წამომიარა და ჯინაზე გავაკეთე. აი ხშირად მაგით საკუთარ თავს უქმნიან პრობლემებს ხოლმე, ვისაც ეს ასპექტი აქვს, ხო? და ვინაიდან ეხლა გვაქვს ეს ასპექტი, შეიძლება აი მართლა წამოგვიაროს და გავაკეთოთ. ისეთი რაღაც, რომ მე ჩვენ თავს შევქმნათ პრობლემა. ამიტომ მაქსიმალურად ახლა შევიკავოთ თავი, ესე იგი ვიყოთ მედიტაციაში, ლოცვაში, ვიყოთ წყნარად, მშვიდად. კი, რაღაც მხრივ ჩაიარა დაბნელებებმა, მაგრამ ეს ნეგატიური ასპექტირება გვაქვს ჯერჯერობით ცის კაბადონზე, ხო და ესეც კარგია რომ გავითვალისწინოთ. თან როგორც უკვე ვთქვი, დაბნელებიდან, აი დაახლოებით
თვიდან 6 თვემდე აქვს გავლენებს დაბნელებების ენერგიებს. ახლა ზოგი ადამიანის ცხოვრებაში მაგალითად დაბნელება რომ ჩაივლის, აი 1 თვეში ხდება ეს კრიზისები და ტრანსფორმაციები, ან 2 თვეში, ან 3 თვეში, ან 4 თვეში. ანუ ზოგის ცხოვრებაში უფრო გვიან ხდება ხოლმე ეს დაბნელებები, ასე ვთქვათ, ხო? ამიტომ ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ კი ჩაიარა, მაგრამ ბოლომდე ასე მარტივადაც არ ჩაუვლია ამ დაბნელებებს. ამიტომ ახლა მაქსიმალურად გაიხსენეთ, ესე იგი 7 სექტემბრიდან 21-ის ჩათვლით, რა ფიქრები გქონდათ, რა მოხდა თქვენ ცხოვრებაში, ვინმე ხوار დაბრუნდა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს სიტუაციები მერე კიდევ გაიშლება. და მერე კიდევ მიხვდებით ეს ყველაფერი რატომ მოხდა აი ამ დაბნელებების კორიდორის პერიოდში. ეს საინტერესო და მისტიურია დაბნელებები თავისი არსით. მეგობრებო. ხო, ძალიან დეპრესიული ასპექტებია, მეგობრებო, კიდევ რა თქმა უნდა, ეს მზე ნეპტუნის დაპირისპირება და ამანიცის ეს რაღაცა ოცნებები, დეპრესიულობა, ზედმეტი ემოციები, რაღაცა აი უცბად შეიძლება მოგინდეთ, რომ აი ან შეიცოდოთ სხვა ადამიანი, ან თქვენი თავი შეიცოდოთ და ასე შემდეგ. ანუ ეს ცრემლები, ემოციები, დეპრესია. ეს ყველაფერი იცის მზე ნეპტუნის დაპირისპირება, მაგრამ აი აქ მნიშვნელოვანია რაღაც მომენტი დავიჭიროთ. რა მომენტია ახლა ეს, ხო? რა თქმა უნდა, შემოქმედებითი ადამიანებისთვის ყოველთვის ეს კარგი ასპექტია, იმიტომ რომ იცის ხოლმე ეს მუზა რომ მოგივა, ხო? აი რაღაცა ნაღვლიანი განწყობა რომ გაქვს და მუზა მოგდის და რაღაცა საოცრებას ქმნი ეს პერიოდი. ამიტომ ეხლა რა თქმა უნდა შემოქმედებითი ადამიანებისთვის კარგი პერიოდია მაგ მხრივ, მაგრამ ჩვეულებრივი ასე ვთქვათ ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს შეხება შემოქმედებით საქმიანობასთან, აი აქ მნიშვნელოვანია რომ გავითვალისწინოთ ასეთი რამ. ნუ აყვებით ახლა დეპრესიას, იმიტომ რომ ეს მზე ნეპტუნის დაპირისპირება რო გვაქვს, ამან იცის ეს დეპრესიული ფონი. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ახლა ჩავრთოთ რა რაციონალურობა, რაციონალურად გავიაზროთ ყველა ჩვენი შიში, ყველა ეს დეპრესიის მიზეზი რაც გვაქვს, ხო? ანუ აი ჩვენი თავი დავაწყნაროთ იმით, რომ ყველა პრობლემა წარმოვალია და რაღაცების მოგვარება შესაძლებელია, მისი მოგვარებას დაუშვათ შეუძლებელია და თქვენზე არაა დამოკიდებული, უმჯობესია მივანდოთ ზეცას, ხო? აი ამით მარტივად გადაიტანთ, ასე ვთქვათ, ამ ასპექტის გავლენას. კიდევ რა იცის მზე ნეპტუნის დაპირისპირება? სტიქია. ნეპტუნი მართავს რას, მეგობრებო, რა თქმა უნდა, ზღვა, ოკეანე, ეხლა შტორმი გქონდა, ხო, როგორც ვიცი, ქობულეთში და ბათუმში, ხო? ეს შტორმი ზღვაზე და იმ მსგავსი რაღაცები, ეს არის ყოველთვის ნეპტუნის ნეგატიური ასპექტი, რომ გვაქვს ის კაბადონზე, ეგრევე ეტყობა ბუნებას, ეგრევე ეტყობა ხოლმე, ხო? წყლის სტიქიაც ბობოქრობს წყლის სტიქიაც, ხო? ამ პერიოდში. ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ახლა გამოვიდეთ აი ამ ილუზიებიდან, ეს მზე ნეპტუნის დაპირისპირებამ რომ იცის და მაქსიმალურად ესე იგი ვიყოთ მედიტაციაში. ამავდროულად კარგია რომ დააკვირდეთ მეგობრებო თქვენ სიზმრებს ეს პერიოდი, იმიტომ რომ შემდგომში ისეთი სიზმრები იცის ამ ასპექტმა, რაც შეიძლება მერე რომ აგიხდეთ. ამიტომ დააკვირდეთ თქვენ სიზმრებს ეს პერიოდი. ამავდროულად გვაქვს მერკური ნეპტუნის დაპირისპირებაც, ხო? ანუ ეხლა რაღაცა სერიოზული მოლაპარაკებები საერთოდ არ ღირს, იმიტომ რომ ეს მერკური ნეპტუნის დაპირისპირება რომ გვაქვს, არის ხოლმე რაღაცა გაუგებრობები, რაღაცა ტყუილები და манипуляციები, განსაკუთრებით რაც შეეხება დაუშვათ სერიოზულ დოკუმენტებს, ხო? ამიტომ ეხლა არ არის ფლად კარგი პერიოდი არც ტექნიკის შეძენისთვის, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი არ ვიყიდოთ, როგორც გვინდოდა ან გვეგონა, ხო? ანუ ეს იმად გაცვლებებიც იცის და ილუზიებიც ამ ასპექტმა. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ეს ნეპტუნის კიდევ ერთი ნეგატიური ასპექტი რომ არის, ზუსტად აი ეს ამძლავრებს აი ამ შტორმს ზღვაზე, რაც ახლა გვაქვს ეს პერიოდი. ხო, ამიტომ წყლის სტიქიასთან იყავით ფრთხილად მაქსიმალურად, მეგობრებო, იმიტომ რომ ნეპტუნის ნეგატიური ასპექტები გვაქვს და ნუ წყლის სტიქია ბობოქრობს ეს პერიოდი.
და ცოტა დეპრესიული ფონით, რა თქმა უნდა. ნუ მაგაზე უკვე ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება ამას გავუმკლავდეთ, ხო? კი ბატონო. და კიდევ გვაქვს რამზე სატურნის დაპირისპირება და მერკურის სატურნის დაპირისპირება. ესე იგი, ეს ასპექტები როგორია? ამ ასპექტებმა იცის შიშები, ახალი საქმის დაწყების, შიშების შეცდომის დაშვების, აი რაღაცა მომენტია, როდესაც ჩვენი შიშები, ჩვენი მენტალური მდგომარეობა ჩვენვე გულსხმუდავს და გბლოკავს. აი ასეთი მძიმე ასპექტია, ხო? აი თითქოს აზრის გამოთქმაც რო არ შეგვიძლიათ, იმიტომ რომ გვეშინია, ხო? ამავდროულად რაღაცა ახალი საქმის დაწყებაც არ შეგვიძლია, იმიტომ რომ ეს ზედმეტი პასუხისმგებლობაა თითქოს ჩვენთვის, ხო? აი ეს იცის მზე სატურნის დაპირისპირება. ამიტომ კარგი არის, რომ ეს პერიოდი ვიმუშაოთ იმაზე, რომ არ გქონდეს აი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შიში, არ გქონდეს შეცდომის დაშვების შიში, ხო? რომ აი არ შევიზღუდოთ საერთოდ და რაღაცა კარგი შეთავაზება არ გაუშვათ ხელიდან ამის გამო. აქ რა თქმა უნდა პერსონალური ტრანზიტებიც კარგი ორ გავითვალისწინოთ, აი ინდივიდუალურად თქვენთვის რომელ სახლებში არის ახლა ეს ასპექტები, ხო? ჩვენ ახლა აქ ზოგადად ვსაუბრობთ. სასწორები ვთქვით უკვე 22 სექტემბრიდან მზე შედის სასწორში და კარგი პერიოდი ეწყება სასწორებს, ანუ ენერგიის დაქვეითების პერიოდი ქონდათ წინა ერთი თვე და ეხლა ენერგიით აივსებიან სასწორები, ტბები და მერწყულები. ტრანზიტები წლის ბოლომდე კეთდება. ტრანზიტები, ანუ კერძოდ ტრანზიტული რუკა, ანუ ეგ სერვისი, რომელიც ჩვენ გვაქვს, კეთდება 6 თვისაც შეგიძლიათ რომ გააკეთოთ, შეგიძლიათ გააკეთოთ 1 წლის ტრანზიტული რუკაც და 2 წლისაც. ახლა ჩვენ გვქონია მაგალითად პრეცედენტი, რომ 3 წლის პერსონალური ტრანზიტული რუკა შეგვიკვეთეს და იყო ძალიან დიდი იყო. 200 გვერდამდე გამოვიდა, ანუ 3 წლის, ესე იგი პროგნოზი შეგვიკვეთეს. კეთდება, რა თქმა უნდა, კეთდება. შეგვიძლია გავაკეთოთ 3 თვისაც ტრანზიტები, შეგვიძლია 6 თვის გაგიკეთოთ, 1 წლის, 2 წლის, 3 წლის. მთავარია იცოდეთ აი რა პერიოდზე გინდათ, ესე იგი ეს ტრანზიტები, რომ იცოდეთ თქვენ, ხო? და ეს ტრანზიტების ანალიზი კონსულტაციაზეც ხდება. უბრალოდ წინასწარ კარგი რომ გავაფრთხილოთ კონსულტაციამდე, რომ აი მე მინდა ტრანზიტების განხილვა, იმიტომ რომ ხშირად აი ტრანზიტული რუკის განხილვა თუ უნდათ და პლუს პირადი რუკაც 1 საათი არ ყოფნის. ანუ 2 საათიანი კონსულტაცია მაინც უნდა მაგას, რომ ესე იგი დეტალურად განვიხილოთ თქვენი ნატალური რუკა, ესე იგი რაც უცვლელია და აუცილებლად უნდა იცოდეთ და ტრანზიტული რუკა რაც ცვალებადია და პროგნოსტიკის ნაწილს მოიცავს უკვე. ამავდროულად მეგობრებო, შემდეგი ასტროლოგიური მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანი, რაც გვაქვს წლის ბოლომდე, ეს არის რა თქმა უნდა მერკურის რეტროგრადულობა, რომელიც იქნება 9 ნოემბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით. მერკურის რეტროგრადულობა, ну, ამაზე რა თქმა უნდა ბევრჯერ ვისაუბრებ, მაგრამ კიდევ გავიმეორებ. მერკური მართავს ტრანსპორტს, მერკური მართავს კომუნიკაციას, მოლაპარაკებებს, ტექნიკას, ამიტომ ტექნიკა ჭედავს ხოლმე ამ პერიოდში, არ ვარგა დოკუმენტებზე ხელის მოწერა, არ ვარგა ოპერაციები, არ ვარგა მოგზაურობა, არ ვარგა სერიოზული წამოწყებები. ამ პერიოდში შეიძლება გამოჩნდნენ ადამიანები თქვენ ცხოვრებაში წარსულიდან, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ან მათ აქვთ თქვენთან დასახური გეშტალტი, ან თქვენ გაქვთ მათთან დასახური გეშტალტი, ხო? მხოლოდ მაგ შემთხვევაში ჩნდებიან ხოლმე. აი რაღაცა რო დასახულია კიდე. რაღაცა სიტუაციის განხილვა თუ გჭირდებათ. და კიდევ მერკურის რეტროგრადულობის პერიოდში ხშირად არის ხოლმე ისეთი მოკლევადიანი ნაცნობობა, აი რომ გაიცნობ და მე უცბად წყდება კავშირი. ამიტომ მერკურის რეტროგრადულობის პერიოდში გაითვალისწინეთ, რომ ხშირ შემთხვევაში არ ხდება ხოლმე რაღაცა სერიოზული ნაცნობობა, ის რაც მე შეიძლება რაღაცა მთელი ცხოვრება იმეგობროთან იკონტაქტოთ. ეს ხშირად არ არის ხოლმე კარგი პერიოდი მაგისთვის, ხო? მაგას თუ ვეძებს ჩვენ, აი დირექტიული მერკურის დროს უფრო შეიძლება გაიცნოთ ასეთი ადამიანები.
ეხლა ბევრი კითხვა წამოვიდა ეს არქეტიპებზე რო გქონდა ვიდეო, მაგის მერე ბევრი დაინტერესდით, რომ აი არქეტიპებზე აი ძალიან მაინტერესებსო და კერძოდ არქეტიპების მომენტი ეს ძალიან საინტერესოა ნამდვილად, მაგრამ ამისთვის გვჭირდება ნუ თქვენი დაბადების თარიღის ცოდნა, წლის და აი ბედის მატრიცაში ჩანს უკვე რომელი არქეტიპების წარმომადგენელი ხართ, ხო? და როგორ შეიძლება რომ ეს ენერგიები დააბალანსოთ, წინ წახვიდეთ, გამოიყენოთ ცხოვრებისეულად. ამიტომ ნამდვილად ეს საკმაოდ საინტერესო საკითხია, იმიტომ რომ ციფრებს ჩვენ ცხოვრებაში დიდი გავლენა აქვს, ანუ პლანეტებზე არანაკლები გავლენა აქვს ციფრებს, ხო? ანუ იმ თარიღს, რა თარიღშიც დავიბადეთ, ჩვენს დაბადების თარიღში არის ერთგვარი კოდირება, ჩვენი კარმული მისია, ჩვენი პოტენციალი, რას უნდა ვერიდოთ, საკმაოდ მნიშვნელოვანია ასევე მაგის გათვალისწინებაც, ხო? და ეხლა იმდენად გარდამტეხი წელია მეგობრებო ყველასთვის, ეს ხო ცხრიანია და ცხრიანი ასრულებს ციკლს, როგორც ბევრ ლაივში ვამბობ ხოლმე. ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ თქვენი 2026 წლის ტრანზიტული რუკა. თუ არ შეგიდგენიათ არასოდეს ტრანზიტული რუკა, მე გირჩევთ რომ 2026 წლის შეადგინოს წინასწარ. რატომ? იმიტომ რომ 2026 წელი განსაზღვრავს როგორი 9 წელი გექნებათ თქვენ. იმიტომ რომ ახალი 9 წლიანი ციკლი იწყება. 2026 წელი არის ფაქტობრივად ახალი ეპოქის დაწყება ჩვენ ცხოვრებაში და კაცობრიობის ცხოვრებაში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ თქვენ იცოდეთ, როგორც ასტროლოგიურად, ასევე ნუმეროლოგიურად, აი როგორი პროგნოსტიკა გაქვთ 2026 წლიდან. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამას ექნება გავლენა თქვენს შემდეგ 9 წელზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გაითვალისწინეთ, კარგია რომ წინასწარ მოემზადოთ ამისთვის. მეგობრებო, ვინც ახლა შემოხვედით, ვსაუბრობდით პროგნოსტიკაზე, რა გველის წლის ბოლომდე, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, როგორი ასპექტები გვაქვს, დაბნელებებს რა გავლენა აქვს შემდგომში ჩვენს ცხოვრებაზე, ხო? და ვინც ვერ დაესწრო ლაივს, შევინახავთ აუცილებლად იმისთვის, რომ ჩანაწერი ნახოთ. და ვისაც გინდათ კონსულტაციაზე ჩაწერა მეგობრებო, მაქვს ადგილები და ჩასაწერად, ანუ რომელი თარიღები და საათებია თავისუფალი, უნდა მოგწეროთ პირადში ან დატოვოთ კომენტარი და ადმინები შეგეხმიანებიან.